გამარჯობა, გადაცემაში ქალის ხმა. დღეს უნდა ვისაუბროთ თუ რა როლი აქვს თანამედროვე ცხოვრებაში ხელოვნურ ინტელექტს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებმა იცოდნენ კიბერუსაფრთხოება, როგორ დაიცვან თავი. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროთ. ლიკა თოთლაძე არის ჩვენ სტუდიაში. მან გაიარა კიბერუსაფრთხოების კურსი, მოგვიანებით კი უკვე ხელოვნური ინტელექტის აკადემია. გამარჯობა, მადლობა რომ ხართ ჩვენ სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს, რატომ დაინტერესდი თავიდან გაიარე კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი, რატომ დაინტერესდი და რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა ამ ეპოქაში ვიცოდეთ საბაზისო დონეზე, როგორ დავიცვათ თავი და საიდან წამოვიდა მოკლედ ინტერესი და როგორ გაიგეთ თქვა კურსის შესახებ, ასევე რა მოლოდინი გქონდა, როდესაც იწყებდი კურსის გავლას და რამდენად გაამართლა. აი მაგალითად რა იცოდი მანამდე და კურსის დასრულების შემდეგ რა ისწავლე და ახალი რა იყო შენთვის? თავიდან კიბერუსაფრთხოების შესახებ გავიგე ქართული მედია ჯგუფიდან, ონლაინ პლატფორმიდან, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ მიმეღო ამ უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაცია უფრო მეტად, რადგან არ ვფლობდი რაიმე გარკვეულ და განსაკუთრებულ ინფორმაციას, უბრალოდ ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ ტრენინგებზე. მოლოდინი უფრო მეტად, რადგან ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ დღესდღეობით, რომ იზღუდება სიტყვის თავისუფლება, კონტროლდება სოციალური ქსელები და შესაძლებელია ჩვენი ინფორმაცია მოხდეს ისეთ გარემოში, ისეთი ადამიანის ხელში, ან კიბერ თავდასხმის მსხვერპლი გავხდეთ, ან ჩვენმა ინფორმაციამ გაჟონოს, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩავთვლიყავი ამ პროექტში და მიმეღო მონაწილეობა. შეიძლება დაგვარად თუ ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას მივიღებდი, რომ ამ გამომეყენებინა მაგალითად სოციალური ქსელის უსაფრთხოებისთვის, ჩემი მობილური უსაფრთხოებისათვის და დაცვისათვის, გადავწყვიტე, რომ ჩავთვლიყავი ამ პროექტში. როგორი იყო სწავლის პროცესი, მოგვიყევით, რა ინფორმაციებს იგებდი, რა იყო ახალი შენთვის ამ პროცესში და როგორ წარიმართა მოკლედ? საინტერესო იყო ის პროცესები, რაც გავიარეთ ამ ტრენინგებიდან, ანუ გავიგეთ ისეთი რაღაცები, რაზეც არ ვქონდა აქამდე ცდომა, მაგალითად ისეთი დაცვის მეთოდები და მექანიზმები, როგორიც იყო მაგალითად ორ ეტაპიანი ავთენტიფიკაციის დაცვის მეთოდი, გამოვიყენოთ ისეთი მოწყობილობები, რომლებიც უფრო მეტად დაცული არის, მაგალითად სიგნალი და არა სხვა მიმოწერის საშუალებები და ის SMS შეტყობინებები. ეხლა 21 საუკუნეში, როცა უკვე სოციალური პლატფორმები ასე აქტიური არის და ონლაინ სივრცე არის ფაქტიურად, ხო, ასე აქტიურად გამოიყენება, რა არის მნიშვნელოვანი, რატომ აი განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ხო? რაღაცა უფრო რჩევასავით რომ მივცეთ და შენი მაგალითიდან გამომდინარე. ალბათ მე ერთ-ერთი განსაკუთრებულად ვურჩევდი ახალგაზრდებს, რომ ნუ ვენდობით ყველას, თუნდაც იმ სოციალურ ქსელში ნუ გავაზიარებთ ისეთ ინფორმაციას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნუ ყველაფერს ნუ გადავაზიარებთ და კარგად დავფიქრდეთ პირადი უსაფრთხოებისთვისაც და ასევე სხვების უსაფრთხოებისთვისაც, სანამ რამეს გავაზიარებთ, რას ვაზიარებთ და რატომ ვაზიარებთ და რა შეიძლება მოიტანოს ამ გაზიარებულმა ინფორმაციას სხვებისათვის და ასევე ჩვენთვისაც. აი ყოველდღიურ ცხოვრებაში კიბერუსაფრთხოება, მაგალითად პაროლები, ასე ვთქვათ, თუნდაც მეილზე, ტელეფონის დაცვა, როგორც შევთქვით, აი ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ იყენებ ამ კურსის გავლის შემდეგ იმ მე პირადად და რამდენად სხვანაირად უყურებ უკვე სიფრთხილით ეკიდების სხვადასხვა საკითხებს თუ ჩვენ ასევე ვიცით რომ ხშირად მოდის ხოლმე რაღაცა ესეთი შეტყობინებები, რომელიც ხშირად გადადიხარ და მე უკვე ცუდი შედეგები დგება. მე პირადად ვიყენებ რამდენიმე ჯერ ვცვლი პაროლს თვეში ერთხელ მაინც და ვიყენებ რთულ პაროლებს, ესე მარტივი პაროლების სახელი, გვარი, ციფრები და რაღაცა არა. ვცდილობ რომ ცოტა რთული პაროლი დავაყენო და მე ხანდახან მე თვითონაც მავიწყდება, მაგრამ ანუ რამდენჯერმე შევცვალო ეს პაროლები და ერთი და იგივე არ მეყენო სწლობით. არ გადავიდე ისეთ ლინკზე, რომელიც არ ვიცი უცხო ლინკებზე, ანუ გავიაზრო თუ საიდან შეიძლება იყოს შემოსული ეს მეილი, იქნება თუ ისე შეტყობინება და ლინკის სახით შევამოწმო ეს ლინკი, ასევე როგორც აღნიშნე კომუნიკაციისათვის ძირითადად სიგნალი გამოვიყენოთ და რა სხვა მიმოწერის საშუალებები. Facebook-ზე მაგალითად ვიყენებ ორ ავთენტიფიკაციის დაცვას, რომელიც მთხოვს მეილიდან დადასტურებას, სანამ იქიდან არ დავადასტურებ ტელეფონზე კოდით მოსვლით და ასე შემდეგ.
გადავიდეთ ახლა AI-ზეც, როგორი საბიჭლება მოახდინა შენზე უკვე აი ამის სწავლა, იმიტომ რომ ბევრი ახალი, ბევრი ძალიან კარგი ტექნიკები ისწავლეთ კურსზე ახალგაზრდებთან ერთად და რა იყო აღმოჩენა შენთვის და აი ამის შემდეგ უკვე როგორ იყენებ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ შეიძლება გამოიყენო თქვათ ხელოვნური ინტელექტი სასარგებლოდ. AI-ის ტრენინგებით ძალიან საინტერესო იყო და ვთვლი რომ მართლაც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა რომ ეს ტრენინგები გაიაროს, როდესაც ვცხოვრობთ 21 საუკუნეში და ისეთ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ესეთი განვითარებულია, ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია ყველა ადამიანს ხელი მიუწვდებოდეს ამ ტრენინგებზე. მე როგორც აღნიშნეთ, გავიარე ეს ტრენინგები, ფინალში გავედით ამ ტრენინგების და ძალიან საინტერესო იყო გამომდინარე იქიდან რომ ყველასთვის ცნობილი არბათ ისეთი პლატფორმები მაგალითად ChatGPT, რომელსაც თითქმის ყველა იყენებს, თუმცა და ამისა სხვა აპლიკაციებიც კი, მაგრამ განსაკუთრებულია გავიაზროთ და მივხვდეთ თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს აპლიკაციები და ხელოვნური ინტელექტი არა გასართობად მარტო და თუნდაც მაგალითად სიზმრების სასახსნელად თუ სამკითხავთ თუ სხვა მიმართულებით, უბრალოდ სწორი მიმართულება მივსეთ იმ შეძენილ ცოდნას, რომელიც საჭიროდ გამოვიყენოთ. ანუ როგორ ამარტივებს ცხოვრებას ან ყოველდღიურად რაში გადგება მაგალითად? მე პირადად ვიყენებ თუ რამე საინტერესო ინფორმაცია ვიცი რაღაც ეტაპზე და მინდა რომ მეტად გავიგო ინფორმაციის შესახებ დეტალები, ეს ინფორმაცია მოვიძიო, დამატებით კითხვებით კიდევ უფრო მეტად სწორი ინფორმაცია მივიღო. მაგალითად ასევე მნიშვნელოვანია, მე პირადად ისეთი პროფილით ვმუშაობ, რომ სამსახურის მხრივ არ ვიყენებ და არ მჭირდება, თუმცა არსებობს ისეთი სტუდენტებისთვის, თუნდაც ჟურნალისტებისათვის, ისეთ მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისათვის, რომ გამოიყენოს სწორი მიმართულებით. კი, ან ბლოგის ჩასაწერად და გასაკეთებლად, პოდკასტების გასაკეთებლად, ხმოვანი აუდიო მასალებისთვის, ასევე თუ ვინმე საინტერესებს ვიდეო მონტაჟი, მსგავსი საშუალებები გამოიყენო და მიიღონ რაღაც გარკვეულ ეტაპზე უფასოდაც. ანუ ყოველდღიურად უფრო მოთხოვნადი ხდება ხომ ხელოვნური ინტელექტი, აი როგორ წარმოგიდგენია თქვა რამდენიმე წელში, ვისაც არ ექნება ცოდნა ამ მიმართულებით, წყალებში ესე ჩამორჩება ცხოვრების რაღაცა მნიშვნელოვანი. კი, გარკვეულ ეტაპზე რაღაც საშიშროებაც არის და ალბათ, როდესაც ეს ტრენინგები გავიარეთ, იყო რაღაცა ისეთიც, რომ ცოტა არ იყოს და შეგვეშინდა, რომ მომავალში შეიძლება როგორც აღნიშნავთ, რობოტებმა ჩაანაცვლოს ადამიანები და ადამიანების საქმიანობა. თუმცა ვთვლი ასევე იმას, რომ ამას ესეთი შიშით და ემოციით არ უნდა შევხვდეთ, რადგან თუ ფეხს ავუწყობთ თანამედროვე გამოწვევებს, სწავლით, თუ ჩვენს მივიღებთ შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის, ჩვენს ფეხს ავუწყობთ და თანამედროვე ეპოქაში ჩვენს გვექნება ჩვენი ადგილი მაინც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლაც იყვნენ რობოტებიც მომავალში. დიახ, ორივე კურსი კიბერუსაფრთხოებაც და ხელოვნური ინტელექტის კურსიც საკმაოდ მოთხოვნადი არის და მე ვიტყოდი აუცილებელიც ხო? აი ამ პერიოდში თქვენ ეს კურსი გაიარეთ უფასოდ, რა მდენად მნიშვნელოვანი არის ხო? თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო ხო ეს? კი. მხარდაჭერილი და ის ვინც ვერ ახერხებს ხო? ძალიან ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული კურსები არის და ვერ ახერხებენ გავლას. აი რომ ვისაუბროთ თუნდაც აი ამაზე რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ უფასოდ ეს ინფორმაცია მიეწოდოთ დაინტერესებულ ადამიანებს. კი, როგორც აღნიშნეთ, მართლაც ძვირი სიამოვნება ორივე ტრენინგის გავლა კიბერუსაფრთხოებისაც და AI-ის ტრენინგებიც, მაგრამ ვთვლი ასევე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ძალიან დიდ როლს თამაშობს და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ შესაძლებლობა გვაქვს და იმედია მომავალშიც გვექნება ეს შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ იმ ადამიანებმა მაინც, ვისაც ხელი მიგვიწვდება ამაზე. მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისათვის კიდევ უფრო ხელმიუწვდომელია ეს ყველაფერი ინტერნეტთან წვდომა, კომპიუტერის გამოყენება და თუ ადამიანს საშუალება ექნება, რომ ეს ყველაფერი უფასოდ მიიღოს და ეს ორივე ტრენინგი გაიაროს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიამოვნებაც არის კვალიფიკაციის ამაღლება და ცოდნის ხრივ დიდი შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა. კი, თქვენ იყავით არასამთავრობო ორგანიზაციის შეხვედრაზე, სადაც მიმდინარე გამოწვევებზე იყო საუბარი გულისხმობ ამ კანონის პირობებში და კიდევ ძალიან ბევრ გამოწვევას. რაზე თანხმდებით, აი როგორი არის ორგანიზაციების პოზიცია ამ რთულ პერიოდში, როგორ წარმოგიდგენიათ მუშაობა?
კი, ვესწრებოდით ტრენინგებს, არასამთავრობო ორგანიზაციები, მე ესე ვიტყოდი, რომ მაინც ჩვენი მეც არ უკარგავთ და იმედი გვაქვს მიუხედავად კანონისა, მიუხედავად პოლიტიკური მდგომარეობისა, მომავალში მაინც ვიქნებით ისევ და გაგრძელდება ფუნქციონირება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან პროცესებს გადიან დღესდღეისობითაც, ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ საზოგადოებაში, რომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი ჩართულობა და როლი დიდი არის და განვითარების კუთხით ისინი ხელს უწყობენ განსაკუთრებით რეგიონებს. აღვნიშნავდი მე თვითონაც რეგიონიდან ვარ და მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გაგრძელდეს ამ ორგანიზაციების. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება და ჩვენ გავაგრძელებთ ისევ ფუნქციონირებას. კი, შენ ასევე წარმოადგენ ქალთა სოლიდარობის ცენტრსაც, ეს ორგანიზაცია სოფელში ქართული მედია ჯგუფის მხარდაჭერით ძალიან ბევრ საქმეს წამოწყებებს და საქმეს აკეთებს. რატომ არის მნიშვნელოვანი თუნდაც ახალგაზრდების ჩართულობით სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ეს სათემო ორგანიზაცია ადგილზე და ჩართულობა ადგილობრივების? პირველ რიგში აღვნიშნავდი, რომ ეს განათლების და ცნობიერების სამაღლების კუთხით არის წამოწყებული ზუსტად რეგიონში მცხოვრები ქალების და გოგონების განვითარებისათვის. ორგანიზაცია ხელს უწყობდა სოფლად მცხოვრები გოგონების და ქალების განვითარებას, რადგან კარგად იცით, რომ რეგიონში უფრო მაღალი არის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და სწორედ ამ კუთხით მუშაობდა ეს ორგანიზაცია, რომ არ მოქცეულიყვნენ დეზინფორმაცია და პროპაგანდის არეალში ეს ადამიანები. მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხელი არ მიუწვდებათ ისეთ კომპიუტერულ საშუალებებთან, ხელოვნურ ინტელექტთან, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვეძლება საშუალება, რომ ყველა რეგიონი ჩავთოთ ამ ტრენინგებში და მონაწილეობა მიიღოთ და აიმაღლებინათ კვალიფიკაცია. თუმცა ის კურსი, რაც რეგიონებში იყო გავრცელებული და ჩატარებული, ამ რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი იყო და იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩართული იყვნენ იმ ეტაპზე. კი, სოფელში ამ ორგანიზაციის მნიშვნელობასაც ვისაუბროთ და დავიდეთ უკვე ბოლოსკენ, ქალთა სოლიდარობის ცენტრი რატომ არის ადგილზე მნიშვნელოვანი თუნდაც? პირველ რიგში, იმიტომ რომ ქალების როლი განვითარდეს და საზოგადოებაში მეტი აქტიური ხალი იყოს და ქალების როლიც გაძლიერდეს საზოგადოებაში და ქალებმაც დაიმკვიდრონ საკუთარი თავი. ის რომ სტიგმა გენდერული თანასწორობა, გენდერული დეზინფორმაცია სწორად იქნას მიწოდებული ამ ადამიანებისათვის. ლიკა თუთლაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა გემშვიდობებით დროებით.